გაიხსნა, ასე ვთქვათ, სარკმელი და ამოვიდა წყალი ზემოთ. პრინციპში ძველი მილია და აგიძვრალია, რომ უკვე შესასვლელია ეს მილები და ნორმა არ არის დაცული. მილთან ახლოს იყო ეს შენობა და წყლის ჭავლმა ჩამოანგრია სახურავი. დაზიანება მოხდა 1400 მმ-იან წყალსადენის მილზე. ფაქტიურად დაზარალდა რამდენიმე მოსახლე, საკმაოდ დიდი წყლის მასა მოედინებოდა. ამ წუთას მობილიზებულია ყველა სამსახური. შესაბამისად, კომპანია თბილისის წყლის წარმომადგენლებიც არიან ადგილზე. ვნახულობთ ახლა ზარალის ოდენობასა და ფარგლებს და კომპანია თბილისის წყალი მზად არის, რომ მოსახლეობას აუნაწილოს მიყენებული ზარალი. როგორც ხედავთ, რაღაც მილი გამსკდარა, გამგებელიც იყო მოსული. თუ რაღაცაო, ასე ვთქვათ, გვერდში დაგიდგებით. რეალურად ახლა ისეთი ფიზიკურად არაფერი დამჭირვებია, ჩვენი ძალებით რაღაც მოვახერხეთ, რაც იყო დაბლა სარდაფი ცოტათი სამზარეულო, სადაც არის პატარეთი დაიტბორა და შეძლებს დაგვარად მოვაწესრიგეთ.